გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ, სადაც ასევე კოალიციის ერთიანობის ოფისია განთავსებული. კოალიციის წევრები ამბობენ, რომ თავდასხმა კონკრეტული პირების დავალებით დაიგეგმა. მათ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც გაავრცელეს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიდის ამ დრომდე უცნობი პირი პარტიის ოფისთან და როგორ ამაგრებს სასაფეთქებელს. ნაციონალური მოძრაობის ოფისზე ეს უკვე მე-13 თავდასხმა იყო. უშუალოდ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის თელიასი და ქართული ოცნების ტროლბოტის დიტო სამხარაძის დაკვეთით მოგიგზავნეს კრიმინალი. კადრებში ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ მოდის ადამიანი, ამონტაჟებს გარკვეული ასაფეთქებელ ნივთიერებას და რამდენიმე წამში ფეთქდება. ფაქტიურად გორის ცენტრში მოგვიწყეს ტერაქტი და აფეთქეს ოფისი. ხედავთ, როგორ არის ჩამწრაული შუშები, მინები და ასე დაგურბიეს ოფისი. რაც შეეხება პოლიციას, მათ ნდობა ჩვენი არ გვაქვს, ეს უკვე მე-13 შემთხვევა არის და არც ერთხელ არ მოხდა გამოძიება და არც არავინ არ დაუკავებიათ. ახლაც არ გვაქვს ამისი იმედი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვხედავთ აქციაზეც, როგორ უსწორდებიან ჩვენს მოქალაქეებს და პოლიციას არანაირი რეაგირება არ აქვს და შეს შემთხვევაში პოლიციელები, თანამონაწილეებიც კი არიან ამ დანაშაულის. თუ არის იდენტიფიცირებული ადამიანი, ერთია კამერაში ჩანს მისი ვინაობა თუ მისი? იდენტიფიცირებული არ არის, პოლიცია გვეუბნება, რომ იძიებს ამ საქმეს და რა ვიცი, დავველოდოთ. ოპოზიციური პარტიის ოფისთან მომხდარ ინციდენტს და განცხადებებს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. მე არ მინდა ამაზე საერთოდ გავუტანო, იმიტომ რომ ამას აკეთებენ იქ ძალიან ბევრია ჩემი კოლეგა, არ მინდა მათ შეურაცხყოფა მიღმა, არ შეიძლება ამ აზრის გაზიარება, რომ ეს არის მტკნარის სიცრუე, რომ ბატონი დიმიტრი სამხარაძე დაავალა ვიღაცას, ან რომ ეს თემა რაც მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობის თვითონ მოწყობილი, ან მათი სატელიტი რომელიმე პარტიისა. ვიღაცას გადაუხადეს ფული ძალიან ბევრი აქვს ამ 4-ვე პარტიას, რომელიც პარლამენტისკენ აქვთ გეზი აღებული, მაგრამ ის ვერ მიიღეს რაც უნდათ და ვფიქრობ, რომ მათი დაგეგმილია ეს ყველაფერი. ან ვიღაცა სულელმა გააკეთა, რომელმაც დაასხა, ასე ვიტყოდი, ამ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე წყალი. და მაგას ალბათ ყველაფერს გამოიკვლევს შესაბამისი სამსახურები, ძალოვანი სტრუქტურები და უკვე ყველას ეცოდინება რეალობაში რა მოხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 197 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანება განადგურებას გულისხმობს.